მოგესალმებით ყველას. წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და მე თემატურად მინდა თქვენთვის გავაკეთო გაშლა, მაგრამ მანამდე მადლობას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ. მადლობა ყველას, ვინც ხართ ჩემი გამომწერი, ჩემი არხის გულშემატკივარი, ვინც მანებივრებთ სასიამოვნო კომენტარებით ხართ უკავშირზე, იცით რომ ბალანსისთვის ეს ნამდვილად საჭიროა და როდესაც ჩვენ შორის ბალანსია, უფრო დიდი ინტენსივობით რეზონირდება ესა თუ ის გაშლა თქვენთვის, ასე რომ მე კვლავ გთხოვთ აქტიურობას, მე კი შევეცდები გაგანებივროთ ახალი გაშლებით და დღეს როგორც დაგკვირდით თემატურად გავაკეთებ გაშლას არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობაზე, სადაც არის პაუზა ან დაშორებულები ხართ და მინდა ვიკითხო, მოგილოცავთ თუ არა თქვენი ყოფილი ან თქვენი პარტნიორი, რომელიც თქვენგან შორს არის ახალ წელს. მოდით ვნახოთ. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად და ვნახოთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. კონცენტრირდით, მეგობრებო, წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, ვისაც უყურებთ აი ამ გაშლას და ავირჩიოთ აი ეს პატარა მინიატურული ნაცვის ხე, სანთელი და აი ესეც მეორე. აბა პირველი, მეორე ვარიანტი მოგვიცდის და პირველი ვარიანტი აირჩიეთ. ნახეთ, მოგილოცავთ თუ არა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ახალ წელს. მეგობრებო, ფარულად აქვს გეგმაში ეს გააკეთოს. ვინაიდან ამ ადამიანისთვის თქვენ დარჩით შეუცვლელ ადამიანად. ვინაიდან შეიძლება თქვენ ფარული პარტნიორიც იყავით ამ ადამიანისთვის, ან ერთმანეთისთვის ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს სურს შეცვალოს ყველაფერი ძირეულად, რაც ახლა არის თქვენს ურთიერთობაში. მისთვის კვლავ ძალიან პოზიტიურ ადამიანად რჩებით, მზე ადამიანად რჩებით, რომელსაც აკლია აი ის თქვენი სახით, აი ის მზის შუქი და ენერგია. ეს ადამიანი თქვენს გარეშე უენერგიოდ გრძნობს თავს და მას ნამდვილად სურს შეცვალოს თავისი რეალობა და თქვენი ურთიერთობა. მოგილოცავთ ეს ადამიანი. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად მოგილოცავთ ეს ადამიანი, პირველებო გილოცავთ, ძალიან დიდი ხანი ამაზე ფიქრობს, მინდა გითხრათ და აუცილებლად აბსოლუტურად შეცვლილი წარსდგება თქვენს წინაშე, აბსოლუტურად შეცვლილი როგორც მენტალურად, სულიერად, რადგან ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის ეს ადამიანი, მიუხედავად თავისი ჯიუტი ხასიათისა, ძალიან მამაკაცური ადამიანია და ძალიან უჭირს ამ ადამიანს ზოგადად ახლა აი ამ გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილად მოგილოცავთ ახალ წელს, როგორი იქნება მისი მოლოცვა. გეტყვით, რომ თქვენ მისთვის შეუცვლელი ქალი ხართ და მისი ბედისწერა ხართ და
ვერ შეძლო მან თქვენი დავიწყება. გილოცავთ პირველებო, მე ძალიან მიხარია და დაველოდები თქვენს კომენტარებს. ახლა კი მივესალმები აქვე მეორე ვარიანტს. ვინც აირჩია, აი ეს ნაცისხე. მოგილოცავთ ეს ადამიანი. შეიძლება თქვენთან არ მოვიდეს და შორიდან მოგილოცოთ ამ ადამიანმა. ძალიან აქტიური ადამიანია თავის საქმეში. შეიძლება ამ ადამიანს ისეთი პერიოდი აქვს, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს, თუნდაც აი ამ სადღესასწაულო დღეებში, მაგრამ ეს ადამიანი შორიდან მოგილოცავთ, მგონია ახალ წელს. შეიძლება ამ ადამიანს მეუღლე ყავდეს და ოჯახი ყავდეს სტაბილური. ოღონდ მეგობრებო, თუ თქვენია განაგრძეთ გაშლის ყურება. მოგილოცავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახალ წელს. შეიძლება ის ოჯახთან ერთად ატარებდეთ ახალ წელს თქვენგან მოშორებით, მაგრამ ინტერნეტით შედგება კომუნიკაცია და მილოცვა. დიახ, მეგობრებო. მოგილოცავთ, რას გეტყვით. ასეთი თბილი და ტკბილი მოლოცვა შეიძლება არ იყოს, როგორც პირველ ვარიანტში, მაგრამ რაღაც მომენტში იქნება მისგან კონტაქტი, მაგრამ არა პირდაპირი, შეიძლება ჯერ სხვა რაღაც მოგწეროთ, თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინოს, თავის წარმოჩინება რაღაც კუთხით, მაგრამ ვიცი რომ ეს ადამიანიც გამოვა რაღაცა სახით კონტაქტზე. მაგრამ ეს იქნება ძალიან დისტანციურად და შეიძლება თქვენ გული დაგწყდეთ აი ამაზე, ძალიან დაიბნეთ და უკმარისობის გრძნობა განიცადოთ. ეს ადამიანი შეიძლება აი პირდაპირი მოლოცვით არა, მაგრამ გაგრძნობინოთ, რომ თქვენ სივრცეშია და გული გეტკინოთ და უკმარისობა იგრძნოთ ნამდვილად მისგან და რაღაც გაურკვევლობაში დაგტოვოთ, კვლავ რაც ძალიან გაგაბრაზებთ და გაგანაწყენებთ, თუმცა რაღაც სახით გაგრძნობინებთ. რანაირი ადამიანია, მას არ სურს პირდაპირ რომ აი ესე თბილად და ტკბილად მოგილოცოთ. შეიძლება ახლა ეს ადამიანი განაწყენებული და გაბრაზებულია თქვენზე და სწორედ აი ეს ბრაზის ენერგიებს ვერ ერევა, თუმცა თქვენ იგრძნობთ, რომ ეს ადამიანი თქვენ სივრცეშია, თუმცა ისეთი მოლოცვა და კომუნიკაცია არ იქნება, როგორიც გსურთ თქვენ. გული დამწყდა მეც, მაგრამ მე თქვენ ყველას გისურვებთ თქვენი სამყარის სურვილების, ოცნებების ასრულებას და დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით. დაგელოდებით ყველას კომენტარებში.